ბრინჯაოს მედლით დაასრულა საკლუბო ოქროს ლიგა ჭაბუკთა შორის გორის ძიუდოს კლუბმა. პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე საქართველოს 16 უძლიერესი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ძიუდოს კლუბი, რომლის შემადგენლობაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზეა დაკომპლექტებული, შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყვნენ საბა პავლიაშვილი და დავით ხარიბეგაშვილი. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ფსუტური, ლექსო მიჩიტაშვილი. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო საბაშვილი, ბადრი ბაზანდარაშვილი. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე ნადირაძე, ერეკე ელიკაშვილი. ხოლო პლუს 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაჩო დემეტრაშვილი და თორნიკე გიუნაშვილი. 28 მაისს ჩატარდა ოქროს ლიგა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა კარგად იასპარეზეს და მესამე საპრიზო ადგილი დავიკავეთ. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ქონდა აქამდე ორჯერ ოქროს მედალი მოპოვებული, ქონდა ბრინჯაოს და ვერცხლის მედლებიც მოპოვებული და ამჟამად ბრინჯაოს მედალს დავჯერდით. მაგრამ მაინც ამ საქართველოში იმდენად პოპულარულია ძიუდო და იმდენად დიდი კონკურენცია, რომ მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა არ არის ურიგო და ულოცავ ჩვენ სპორტსმენებს, ჩვენ კლუბს, გულშემატკივრებს, ყველას ამ წარმატებას. თბილისში ჩატარდა სპორტის აკადემიაში და დავიკავეთ მესამე ადგილი. კარგი შეჯიბრი იყო, კარგად ვიჭიდავით, მაგრამ ფინალში გადასასვლელი შეხვედრაში დაუშვით რაღაც შეცდომები და სამწუხაროდ დავმარცხეთ რა. მაგრამ შემდეგ კარგად გავაგრძელებთ და ავიღეთ მესამე ადგილი. საერთო ტურნირები ბევრი შეჯიბრებებია და ფორმაში ვართ, ასე თუ ისე და ვაპირებთ, რომ კიდევ ბევრი შედეგები გავაკეთოთ.